მოგესალმებით. მოსახლეობის ჩანაცვლების პროცესი ევროკავშირისთვის უკვე რეალობად არის ქცეული. ეს არის იდეალური საშუალება იმისთვის, რომ ევროპული იდენტობა გაქრეს და ევროპამ როგორც კულტურულ ისტორიულმა ობიექტმა არსებობა დაასრულოს. Deep State-ის ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გეგმა სწორედ ამაზე დგას. საკმარისია ახალი ამბებისთვის თვალის გადავლება ან სოციალურ ქსელებში ევროპის ქვეყნებში საშობაო ბაზრობების სურათის ნახვა, რომ სრულიად გასაგები ხდება ერთი ფაქტი. დღეს არალეგალი მიგრანტები ევროპის დაპყრობას ცდილობენ. ადგილობრივი ხელისუფლებები კი, როგორც იტყვიან, ჭერში იყურებიან და ბუზებს ითვლიან. ანუ ისეთი საქმით არიან დაკავებული, როგორც მაგალითად ზელენსკისთვის მილიონების გადაცემა ან LGBT იდეოლოგიის გავრცელებაზე ზრუნვა. საფრანგეთში ჩატარებული ახალი გამოკითხვის თანახმად ქვეყანაში მცხოვრები მუსლიმების მესამედი მიიჩნევს, რომ შარიათის კანონი მთელ მსოფლიოში უნდა იქნას გამოყენებული. აღარაფერს ვამბობთ იმ ლოგიკურ დასკვნაზე, რომ ასეთი მუსლიმები თავისთავად იმასაც ფიქრობენ, რომ საფრანგეთმა მიიღოს შარიათის კანონი. შეიძლება ეს ღიად ვერ თქვან, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკისა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის დახმარებით ეს დროებითი შეიძლება იყოს. საინტერესო ის არის, რომ მათ შორის ვინც შარიათის კანონის შემოღებას მხარს უჭერს, მხოლოდ 10%-ზე ნაკლები ფიქრობს, რომ ის ძალის გამოყენებით უნდა შემოიღონ. ანუ უხეშად რომ ვთქვათ, საფრანგეთში მცხოვრები 10-დან 9 მუსლიმი ფიქრობს, რომ შარიათის კანონი ძალის გამოყენებით უნდა დამკვიდრდეს. შეიძლება ფრანგები ადრე ასეთ საფრთხეებზე არ ფიქრობდნენ, მაგრამ დღეს ასეთ თემებზე ფიქრიც უწევთ და რეაგირებაც. სწორედ ამიტომ ხდება, რომ მაკრონის რეიტინგები ფსკერზე მიდის. მარინ ლეპენისა და მისი პარტიის რეიტინგი იზრდება და მოსახლეობაც შედარებით უფრო კონსერვატიული ხდება. არალეგალური მიგრაციის კუთხით რთულ მდგომარეობაშია საბერძნეთიც. კრეტა მზარდი მიგრაციული ზეწოლის ქვეშაა, რადგან კონტრაბანდისტებმა გაახშირეს არალეგალების გადამისამართება საფრანგეთის სამხრეთ კუნძულებისკენ. ეს მოცემულობა ავლენს ევროკავშირის სასაზღვრო კონტროლის სიზუსტეს და აჩვენებს, რომ ხმელთაშუა ზღვაში არალეგალი მიგრანტებისთვის მარშრუტების შეცვლა სავსებით შესაძლებელია. საბერძნეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ მხოლოდ დეკემბერში კრეტაზე 1000-ზე მეტი არალეგალი მიგრანტი ჩავიდა. არალეგალური და გნებავთ ლეგალური მიგრაციის პრობლემას აჩვენებს ისიც, რასაც დეკემბერში ვხედავთ ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებში. მას შემდეგ, რაც საშობაო სოფლები გაიხსნა და ნაძვის ხეები დაიდგა, ასობით მიგრანტი იკრიბება და განზრახ ცდილობენ საშობაო განწყობის ჩაშლას. ეს არ არის მხოლოდ განყენებული ფაქტი, ეს არის იმის დემონსტრაცია, რომ მიგრანტის გაევროპელება არ გამოდის. ეს ასევე იმის დემონსტრაციაა, რომ არალეგალებად ვითომ თავშესაფრის საძიებლად, რეალურად კი უბრალოდ კარგი ცხოვრებისთვის ევროპაში შესული მიგრანტები საერთოდ არ აპირებენ ინტეგრაციას და ევროპული ცხოვრების წესის მიღებას. პირიქით, მათ მასპინძელ სახელმწიფოში შეაქვთ საკუთარი ადას-წესები, აზროვნების წესი და ცხოვრების სტილი. დღეს არალეგალური მიგრაცია ევროკავშირისთვის არის მგელი ცხვრის ტყავში, რომელიც ისევ იმ ევროპელებს ემუქრება შეჭმით, რომელთაც შეიფარეს და სახლში შემოუშვეს. საშობაო სოფლებში არალეგალი მიგრანტების თარეში იმასაც აჩვენებს, რომ მოსახლეობის ჩანაცვლების პროცესი ევროკავშირისთვის არათუ დაწყებულია, არამედ თანმიმდევრულად მიმდინარეობს და მომდევნო წლებში მხოლოდ უარესი და უარესი იქნება. იმ ფონზე, რომ Deep State-ის მიერ მართული ევრობიუროკრატია სიტყვა შობის ხსენებას კრძალავს და ერთმანეთს ბუნდოვანი სიტყვებით დღესასწაულებს ულოცავენ, არალეგალი მიგრანტების მიერ საკუთარი არსებობისა და მოთხოვნების ასეთი დემონსტრაცია მიუთითებს, რომ დღეს ევროპული იდენტობაც უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ არის დამდგარი. არალეგალური მიგრაციისა და მოსახლეობის ჩანაცვლების პროცესის შესახებ ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. Deep State-ის მიერ მართული ევრობიუროკრატების მიერ დაგეგმილი და რეალიზებული ევროპული კოშმარი სულ უფრო საგანგაშო ნიშნებს იძენს. საფრანგეთში მცხოვრები მუსლიმების 1/13 მიიჩნევს, რომ შარიათის კანონი მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნდა დამყარდეს. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი იქბალ მუჰამედი აცხადებს, რომ ბიძაშვილ მამიდაშვილებს შორის ქორწინება დაშვებული უნდა იყოს და უახლოეს ნათესავებს შორის ქორწინების აკრძალვას რასიზმის გამოხატულებად მიიჩნევს. 2025 წელს ავსტრიულმა სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და შარიათის
კანონი კერძო კონტრაქტების გაფორმებისას ნებადართულად გამოაცხადა. ასევე მიმდინარე წელს საფრანგეთის დაზვერვამ განგაში ზარი შემოკრა და ქვეყნის ისლამიზაციის საფრთხეებზე დაიწყო საუბარი, რასაც ადრე საჯაროდ ვერ ბედავდნენ. ევროკავშირის დეკადანსი, რადიკალური ისლამის აღზევება, ექსტრემისტულად განწყობილი მუსლიმების რაოდენობის ზრდა დომინოს პრინციპით მიმდინარეობს ევროპულ კონტინენტზე. ევროგაერთიანების ასეთ შემზარავ აწმყოზე ევროკრატიაა პასუხისმგებელი. Deep State-ის ერთგული მარიონეტების მთელი პოლიტიკური კლასი. ანგელა მერკელიდან დაწყებული ურსულა ფონ დერ ლაიენით დამთავრებული. ჰერმან ვან რომპეით დაწყებული კაია კალასით დამთავრებული. 2015 წელი ევროპული ტრაგიკული ზღაპრის კულმინაცია იყო. მაშინდელმა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 1 მილიონი მიგრანტის და თავშესაფრის მაძიებლის მიღება გადაწყვიტა გერმანიაში. გადაწყვეტილება, რომლითაც Deep State-ის ევროპული კონტინენტის დამორჩილების მზაკვრული გეგმა აქტიურ ფაზაში შევიდა. ქალბატონმა მერკელმა განაცხადა, რომ მათ ეს შეუძლიათ. Wir haben so vieles geschafft, wir schaffen das. Wir schaffen das. რაც ითარგმნებოდა როგორც მათი მზაობა მიგრაციულ გამოწვევას გამკლავებოდნენ. გერმანიას მიგრანტების არნახული რაოდენობა მიაწყდა. 2015 წელს გერმანიაში თავშესაფრის ზიების თაობაზე 1.300.000-ზე მეტი განაცხადი შევიდა. ახლო აღმოსავლეთიდან წამოსულ ტოლვილებს აფრიკული კონტინენტის მაცხოვრებლებიც დაემატა, რომელთა უმრავლესობა ევროპაში უკეთესი ცხოვრების და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მოლოდინით მიდიოდა. თავიდან ბრიუსელის ლიდერშიპი ამ ამბავს დიდი ენთუზიაზმით შეხვდა. მერკელი პირადად სტუმრობდა მიგრანტების თავშესაფრებს. მათთან სელფებს იღებდა. ვინც თავიდანვე აკრიტიკებდა ამ ავანტურისტულ პოლიტიკურ წამოწყებას, მათ ხან რასისტებს, ხან ქსენოფობებს ეძახდნენ. 10 წელზე მეტი გავიდა Deep State-ის სახიფათო ექსპერიმენტის დაწყების შემდეგ. მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულები გერმანიაში ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ ისინი ასევე მძიმეტურითად აწვევიან გერმანიის ბიუჯეტს. ქვეყნის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 10 მილიარდი ევრო იხარჯება მიგრანტების ფულად დახმარებაზე, საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის წარუმატებელ მცდელობებზე. მხოლოდ 2023 წელს გერმანიაში 30 მილიარდამდე ევრო დაიხარჯა ლტოლვილებზე. როგორც ფრანგული ფიგარო იუწყება, საფრანგეთში მცხოვრები მუსლიმების 33% იმის მომხრეა, რომ შარიათის კანონი მთელ მსოფლიოში დამყარდეს. ამ კვლევის გამოქვეყნებამ საფრანგეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია. იტალიელმა ევროპარლამენტარმა იზაბელა ტოვალიერი მწუხილი გამოთქვა, რომ პოლიტიკური ისლამი ევროპაში ფართო და უპრეცედენტო მასშტაბით ვრცელდება. შარიათის მიღების ღიად მოწოდება აღარ არის ტაბუ ან მარგინალური პოზიცია, არამედ სულ უფრო აშკარა მოთხოვნაა, რომელსაც სულ უფრო მეტი მუსლიმი უჭერს მხარს. მემარცხენეები თავს იმართლებენ, რომ ამას ვერ ხედავენ, მაგრამ ევროპაში შარიათის კანონი ჩვენი ღირებულებების, ჩვენი თავისუფლებების და დასავლური ცივილიზაციის დასასრულს ნიშნავს. ეს არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ ბრიტანეთშიც ხდება, რომელსაც მართლაც უწოდებენ ქალთა წინააღმდეგ მიმართული შარიათის სასამართლოების დასავლურ დედაქალაქს. იტალიელი ევროპარლამენტარი მართალია, მსგავსი კვლევა დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში ან ავსტრიაში რომ ჩატარდეს, შარიათის კანონების გავრცელების მხარდაჭერა შეიძლება უფრო მეტიც იყოს მუსლიმურ მოსახლეობაში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ხალხს თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ჩანაცვლება სურს ისლამური სამართლით და ისლამური რელიგიური ნორმებით, ეს ღიად ექსპანსიონისტური განწყობების დეკლარირებაა. არც თუ ისე შორსაა ის დღე, როცა მუსლიმები ევროპულ ქვეყნებში უმრავლესობაში იქნებიან. მაშინ თეორიულად თუ დაუშვებთ, მათ აბსოლუტურად დემოკრატიულად შეეძლებათ შარიათის კანონის გამოცხადება. ეს მიშელ უელბეკის რომანის სიუჟეტს დაემსგავსება. Deep State-ის მორჩილებაში მყოფი კოლექტიური დასავლეთი ადრე თუ გვიან ამ გამოწვევის წინაშე დადგება. შარიათის კანონის მხარდამჭერები უკვე საჯაროდ ოფიციალურად იმუქრებიან, რომ მალე ევროპული კანონმდებლობა ისლამური კანონმდებლობით შეიცვლება. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავავლოთ ხაზი ნებისმიერი რელიგიური აღფსარებლობის თავისუფლებას და რადიკალური სწავლებების გავრცელებას შორის. მუსლიმები ევროპაში უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ და საზოგადოების სრულფასოვანი და სრულუფლებიანი წევრები იყვნენ, მაგრამ ბოლო პერიოდში Deep State-ის მიერ აქტიურად წახალისებული და ორკესტრირებული პოლიტიკის თანახმად, ერი სახელმწიფოების წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის წყალობით, სულ უფრო მეტად ხდება რადიკალური ისლამის წახალისება და ქაოსის დანერგვა ევროგაერთიანებაში. არალეგალური იმიგრაცია კარგად ორკესტრირებული ბიზნესია, რომლის მიზანია მისი ორგანიზატორებისთვის სიმდიდრის დაგროვება და ევროპის ისლამიზაცია. თქვენ, ჩვენი ქვეყნები არალეგალური მიგრანტებით აავსეთ გერმანიისა და საფრანგეთის კურთხევით. ჩვენი ქალაქები გეტოებად იქცა, სადაც აუპატიურებენ და კლავენ ჩვენს თვალწინ ალაჰის სახელით. ჩვენ სავსე ვართ მუჰამედისა და მაჰმუდის სახელებით იმ ევროპაში, რომელსაც ვეღარ იცნობთ. არსებობს გამოსავალი. ყველა საშუალებით გავაძლიეროთ ქვეყნები, რომლების პირველი შემოსვლის წერტილებია, როგორიცაა საბერძნეთი, იტალია და ესპანეთი. მათ ვინც არალეგალურად შემოდის ევროპის ტერიტორიაზე, არ უნდა მიეცეთ არანაირი ფულადი დახმარებები თუ თავშესაფარი. ისინი უნდა დააპატიმრონ, ჩამოართვან მობილური ტელეფონები, გადაიყვანონ დაუსახლებელ კუნძულებზე და დეპორტირებულები იყვნენ თავიანთ ქვეყნებში.
მიმდინარე წლის დასაწყისში შედგენილ ფრანგული დაზვერვის ანგარიშში აღიარებულია, რომ მუსლიმი ძმების საფრთხე თავიდან სერიოზულად არ იქნა აღქმული და პრიორიტეტულად არ იქნა განსაზღვრული ჯიჰადისტური ტერორიზმის რისკებთან შედარებით. ამ დაუდევრობამ და საკითხის ნეოლიბერალურ რელსებზე მიშვებამ მუსლიმი ძმების იდეოლოგიის გამყარებას შეუწყო ხელი. ევროპული ფონდების გამოყენების მეშვეობით მათ საერთაშორისო კავშირები ჩამოაყალიბეს და ახალგაზრდების რადიკალური სოციალური ბაზა შექმნეს. როგორც ირკვევა, საფრანგეთის ტერიტორიაზე 139 მუსლიმური რელიგიური სწავლების ადგილია, რაც მუსლიმთა ძმების ორგანიზაციის განშტოებას წარმოადგენს. კიდევ 68 დაწესებულება საფრანგეთის 55 რეგიონში ძალიან ახლოსაა მუსლიმ ძმებთან. ეროვნული ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი მაკრონს დიდი ხნის განმავლობაში აფრთხილებდა ამ ყველაფერზე. საფრანგეთის მთავრობა კი რადიკალების მაგივრად მარინ ლე პენს და მის თანაგუნდელებს ებრძოდა. შედეგიც სახეზეა. ჯერა რომ ისლამიზმი არსებობს ჩვენს ქვეყანაში, თქვენი პოლიტიკა ისლამიზმის და ტერორიზმის წინააღმდეგ არაა ეფექტური. ჩვენ გვჭირდება ისლამიზმის იდეოლოგიასთან ბრძოლა. მე არც რელიგიას ვებრძვი და არც ისლამს. მე ვებრძვი ისლამისტურ იდეოლოგიას, რომელიც თავს ესხმის ჩვენი რესპუბლიკის საძირკველს, დემოკრატიას და სურს შარიათის კანონის თავზე მოხვევა. მიმაჩნია, რომ ისლამიზმს ბრენდს უნდა ვებრძოლოთ და არაფრის უნდა გვრცხვენოდეს. საფრანგეთში ეროვნული ფრონტი, გერმანიაში ალტერნატივა გერმანიისთვის, დიდ ბრიტანეთში რეფორმის პარტია, უკონტროლო მიგრაციის დასრულების და ისლამური ფუნდამენტალიზმის საშიშროების წინააღმდეგ შესაბამისი რეაგირების ინიციატივებით გამოდიან და მოსახლეობაში ყველაზე მაღალი მხარდაჭერით სარგებლობენ. აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნები, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი არ თანხვდებიან ბრიუსელის მუქარას და შანტაჟს უკონტროლო მიგრანტებს კარებს არ უღებენ. Deep State-ის მიერ მართული ევროპული ინსტიტუტები კი ამ ქვეყნებს საკუთარი სუვერენიტეტის გამო აჯარიმებს, მაგრამ ეს ქვეყნები თანახმარიან ჯარიმები გადაიხადონ, ოღონდ ისეთ ქაოსს და განუკითხაობას აარიდონ თავი, რაც დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში სუფევს. ეს ქაოსი კი წინა საახალწლოდაც ჩანს. საშობაო ბაზრობები აწლეულების განმავლობაში წინა საახალწლო ჟრიამულის ნაწილი იყო, მაგრამ გახშირებული ტერორისტული თავდასხმების გამო ასეთი ტრადიციული საშობაო ბაზრობების რაოდენობა ევროპაში რეკორდულადაა შემცირებული. ისევ საფრანგეთს რომ დაუბრუნდეთ, რადიკალური ისლამის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური კვლევა 2018 წელს გამოქვეყნდა. ეროვნული ცენტრის სამეცნიერო კვლევის და პოლიტიკური კვლევის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევას რადიკალიზმის ზუნება ჰქვია. სოციოლოგიური კვლევის ავტორებმა 7000 ფრანგი უფროსკლასელის ხედვები გააანალიზეს. ამ ანგარიშის დასკვნები შემაშფოთებელი იყო. კვლევის მთავარი მიგნება კი შემდეგნაირად ჟღერდა. ისლამიზმი ფრანგული ახალგაზრდების რადიკალიზაციის მთავარ ფაქტორად დასახელდა. გამოკითხულთა 20% შესაძლოდ მიიჩნევს იარაღის ხელშიაღებას და საკუთარი რელიგიისთვის ბრძოლას გარკვეულ შემთხვევებში. ასევე გამოკითხულ უფროსკლასელთა უმრავლესობა, ვინც ისლამს იზიარებს, სრულად არ გმობს შარლი ებდოს წინააღმდეგ მომხდარ ტერორისტულ აქტს. ევროპული კონტინენტის სამხრეთ ნაწილში, საიდანაც აღწევენ არალეგალი მიგრანტები კონტინენტზე, ყველგან მეტნაკლებად მსგავსი სიტუაციაა. პორტუგალია, ესპანეთი, საბერძნეთი, იტალია მიგრანტების პირველადი მიღების ცენტრებად იქცა. მათი სიმრავლე ამ ქვეყნებში განსაკუთრებით კი სხვადასხვა კუნძულებზე თვალშისაცემია. საბერძნეთის განთქმული კურორტები არალეგალი მიგრანტების მოზღვავებას განიცდის და დამთვრუნველი სანახავია, როგორ ანაცვლეს ტურიზმს უკონტროლო მიგრაცია. იტალიური კუნძული ლამპედუზა ასევე ცნობილია არალეგალი მიგრანტების მასიური შემოტევით. ის აფრიკულ კონტინენტთან ერთ-ერთი ყველაზე ახლოს მდებარე იტალიური კუნძულია. მიგრანტებით გაჯერებული ესპანეთი კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ იცვლება მოსახლეობის დინამიკა ლტოლვილების სასარგებლოდ. წლიდან წლამდე მცირდება ადგილობრივების რაოდენობა, მაშინ როდესაც მიგრანტების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში 10 მილიონამდე მაცხოვრებელია, ვინც საზღვარგარეთ დაიბადა. მსგავსი სიტუაციაა პორტუგალიაში, სადაც მიგრანტებს გაშლილი ხელებით ეგებებიან და საბოლოო ჯამში კრიმინალის დონე იზრდება. პორტუგალიელი პოლიტიკოსები ჩივიან, რომ მდგომარეობა იმდენადაა გაუარესებული, რომ მოსახლეობას სახლიდან გასვლა ეშინია. 4-5 წლის წინ კარგი მიგრაციის კარგი პროცესი ჰქონდა. ჩამოდიოდნენ უკრაინიდან, მოლდოვიდან, რუმინეთიდან, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, ასევე ბრაზილიიდან, სამხრეთ ამერიკიდან და ისინი ძალიან კარგად ინტეგრირებდნენ პორტუგალიაში. ისინი წარმოადგენდნენ ჩვენი საზოგადოების ძალიან კარგ წევრებს. ახლა პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ყველას სრულად გავუგეთ კარები და ეს დღეს პორტუგალიაში ბევრ ადგილას უზარმაზარ პრობლემებს იწვევს. დაუცველობა, დანაშაულის მზარდი მაჩვენებელი, ჩვენი სოციალური უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც ისედაც არ არის ძალიან კარგ მდგომარეობაში, ასევე წნეხის ქვეშაა. სინამდვილეში ხალხი იტანჯება. იმიგრაციით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში ბევრ ადამიანს ეშინია სახლიდან გასვლის. ეს ძალიან ცუდია. როგორც გრინჩმა მოპარა შობა ზღაპრული ჰუილის მაცხოვრებლებს, ისინი საჩუქრების და დღესასწაულის ყველა ატრიბუტის გარეშე დატოვა, ისე ევროკრატიამ მოპარა მომავალი
ევროპის შემდგომ თაობებს. ისინი ცივილიზაციური კრახის წინაშე დააყენა. მათ კულტურული მდგენელი შეუცვალა. მთელი კონტინენტი ისლამიზაციის საფრთხის წინაშე დააყენა. უსაფრთხოების გაუარესება, დანაშაულების მზარდი სტატისტიკა, გახშირებული ტერორისტული შემთხვევები. ამ ყველაფერში მთავარი პასუხისმგებელი ისინი არიან, ვინც ევროკავშირის მასშტაბით გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ან პირიქით არ იღებდნენ საჭირო გადაწყვეტილებებს და გულგრილობით ადევნებდნენ თვალს ევროპული კონტინენტის უსაფრთხოების მოშლას. ახლა კი Deep State-ის მიერ მართული ევროკრატია ორბანის, ფიცოს, ბაბიშის და ნავროცკის აღმოსავლეთ ევროპული კოალიციის განადგურებას ცდილობს. სასამართლო ჯარიმებით, მუქარისტონით და ევროკავშირის ბიუჯეტიდან თანხების გაყინვით. Deep State-ის ევრომარიონეტები საკუთარი ვადის ამოწურვამდე მაქსიმალურ მავნებლობას ცდილობენ, მაგრამ მათი დანაშაულებრივი ქმედებები და პოლიტიკა საკუთარი მოსახლეობის მიერ არის უარყოფილი. ევროპის მასშტაბით ჩატარებული ბოლო საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, მოსახლეობის ნახევარზე მეტი თვლის, რომ მათ ქვეყნებმა ახალი მიგრანტები არ უნდა მიიღონ და უფრო მეტიც, არსებულმა ლტოლვილებმა ქვეყანა უნდა დატოვონ. მაგრამ მათი ხმა ბრიუსელს არ ესმის. ბრიუსელი Deep State-ის მიგრაციული პოლიტიკის დირექტივებს ასრულებს და საკუთარ კონტინენტს ანადგურებს. რას წარმოადგენს ევროპული იდენტობა ტრადიციული ცხოვრების წესის, ქრისტიანული ღირებულებებისა და ევროპული კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის გარეშე? არაფერს. სწორედ ეს არის Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გეგმა. ამ გეგმას ზედმიწევნით ახორციელებენ მარიონეტები ურსულა ფონ დერ ლაიენის, მისი ევროკომისრებისა და ევროკავშირის ლიდერების მთავარი ტრიოს ხელით, ფრიდრიხ მერცის, ემანუელ მაკრონისა და კիր სტარმერის სახით. მოსახლეობის ჩანაცვლება და არალეგალური მიგრაცია ევროპული იდენტობის გასაქრობად იდეალური საშუალებაა. ყველაფერი ვითომ უწყინარი და ჰუმანური განცხადებებით დაიწყო, როგორც ეს 2015 წელს იყო და როგორც ამას გერმანიის მაშინდელი კანცლერი ანგელა მერკელი აკეთებდა. ამ პოლიტიკამ უკვე მოიტანა ევროპისთვის არც თუ სახარბიელო ნაყოფი. მაგალითად, ბოლო მონაცემებით ესპანეთში იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ქვეყნის გარეთ არის დაბადებული, მაგრამ ქვეყანაში ცხოვრობს, 10 მილიონს აღწევს. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.